რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპის ინიციატივით დაწყებული მოლაპარაკებების ფონზე ევროპელი ოფიციალური პირები შეშფოთებულები არიან. ევროკავშირში შიშობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერების გარეშე გამართავს. 6-მა ევროპულმა ქვეყანამ გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით განცხადება გაავრცელა, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე კაია კალასმა გამოაქვეყნა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს. ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა განხილვას არ ექვემდებარება და ევროპამ უკრაინას უსაფრთხოების მყარი გარანტიები უნდა მისცეს. უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა. ახლა ჩვენი პრიორიტეტი უკრაინის გაძლიერება და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიცემა უნდა იყოს. ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს. ბრიუსელის მოთხოვნებს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა ევროპელი მაღალჩინოსნების ის განცხადებები გაიხსენა, რომლებიც პირდაპირ საქართველოს ომში ჩართვისკენ იყო მიმართული. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს ისევე როგორც უკრაინის, საქართველოს შემთხვევაშიც საკუთარი ინტერესები გააჩნდათ მაშინ, როდესაც 2022 წელს ჩვენი ქვეყნისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ. ითქვა ისიც, რომ ბრიუსელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, საქართველოსგან ევროპელი ბიუროკრატების მოთხოვნებზე დათანხმება საფრთხის შემცველი იქნებოდა და ის სცენარი განმეორდებოდა, რაც დღეს უკრაინაში ხდება. 2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები რუსეთთან ესკალაციაზე დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურაცა. რა მოყვებოდა ამას არავის აინტერესებდა და საქმე რომ ცუდად წასულიყო რას მივიღებდით. ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი? საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გქონოდა? რა განცხადებები კეთდებოდა მაშინ უკრაინასთან მიმართებით ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან, რას ითხოვდნენ ჩვენგან, იგივე ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან და ვინმე რომ წარმოიდგინოს ახლა რომ საქართველოს ხელისუფლება ერთი წამით მაინც დათანხმებულიყო აი ამ უსამართლო მოთხოვნებზე, დღეს საქართველოში იქნებოდა უმძიმესი მდგომარეობა არანაკლები, ვიდრე ის არის უკრაინაში. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ ამწუხაროთ უკრაინა იმ საზღვრებამდე ვერ მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებისა, რომელიც მას 2014 წლამდე ჰქონდა და მთელი ეს ცეცხლი, ომი და უბედურება 100,000 ადამიანი, რომელიც დაიღუპა უკრაინაში, საბოლოოდ შესაძლოა ეს კონფლიქტი დასრულდეს ისე, რომ ვერც უკრაინამ და ვერც ევროკავშირმა ამ მოლაპარაკებაში ვერანაირი წვლილი ვერ შეიტანოს. ეს იყო ერთგვარი გულის ტკივილი იმ წარე რეალობასთან დაკავშირებით, რაც დადგა, რაც ჩვენ ვიცოდით, რომ აუცილებლად დადგებოდა, ძალიან ხელისგულზე იდო ფაქტობრივად ყველაფერი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ რომელ აქტორს რა შესაძლებლობები ჰქონდა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ვიცოდით, რომელი ქვეყანა რა რეაგირებას მოახდენდა ამ პროცესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ საბედნიეროდ ჩვენაც ეს რეალობა ვიცოდით, ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ ხელისუფლებამ გადადგა სწორედ ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც აგვარიდა ეს ქვეყანა არიდა არა უბრალოდ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას და ეკონომიკურ კოლაფს, არამედ ამ ქვეყანას შეუნარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ჩვენ არ დავდექით ისეთი მდგომარეობის წინაშე, როგორც დღეს სამწუხაროდ არის უკრაინა, რომელიც ფაქტობრივად შეატოვეს რუსეთს ასე ხელაღებით და დღეს უკრაინა იბრძვის ფაქტობრივად საკუთარი თავის გადარჩენისთვის. ევროკავშირის ბიუროკრატია, როდესაც უკრაინას ესკალაციისკენ აკეცებდა და მოუწოდებდა, მას სხვა მიზნები ჰქონდა. უკრაინის დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ნამდვილად არ აკეთებდა ამას. თავისი მერკანტილური მიზნებისთვის აკეთებდა deep state ამას ყველაფერს. შედეგად რა მივიღეთ? შედეგად მივიღეთ გუშინდელი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა, სადაც ის ამბობს, რომ რა თქმა უნდა ტერიტორიების დათმობა მოუწევს უკრაინას. დაახლოებით წელიწადიდან
2 წელი და 11 თვე მიდიოდა წარმოუდგენელი ზეწოლა საქართველოსზე ჩვენს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენც გამხდარიყავით ამონის მის ნაწილი. იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებდნენ, აბსოლუტურად არანაღლებობდათ არც საქართველოს სახელმწიფოს, არც საქართველოს მოქალაქეების ბედი და იღბალი. მათ უნდოდა თავისი ვიწრო ინტერესების გატარება, რომ რუსეთს გახსნოდა მეორე ფრონტი, რომ მისთვის სიტუაცია უფრო დამძიმებულიყო. დღეს უცებ აღმოჩნდით იმ სიტუაციას წინაშე, როდესაც რეალობაში მოდის ის, რასაც ჩვენ წინასწარმეტყველებდით 3 წლის წინ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა მარტო დარჩება აგრესორის წინააღმდეგ და ისე მოხდება უკრაინის საკითხის გადაწყვეტა, რომ მას არც არავინ არ შეეკითხება. ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებები დონალდ ტრამპის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რამაც უკრაინაში რუსეთის 3 წლიანი ომი უნდა დაასრულოს. ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრას მთელი მსოფლიო ელოდება. შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა სავარაუდო ლოკაციად საუდის არაბეთი განიხილება. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მასპინძლობისთვის მზაობა გამოთქვა ჩინეთის მხარემაც. პირისპირ შეხვედრამდე კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტელეფონით ვლადიმერ პუტინს უკვე ესაუბრა. თითქმის საათნახევრიან სატელეფონო საუბარს, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების საკითხებს შეეხებოდა, დონალდ ტრამპმა ნაყოფიერი უწოდა. თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ მათი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დეტალები სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს გააცნო. მე მქონდა ხანგრძლივი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ პუტინთან, ასევე კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ვფიქრობ, რომ მშვიდობის გზაზე ვართ. მშვიდობა უნდა პუტინსაც და ზელენსკისაც. მშვიდობა მსურს მეც. ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ ტერიტორიები სრულად დაიბრუნოს. ალბათ დაბრუნდება ამ ტერიტორიების ნაწილი. რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანებას, დღეს თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ ეს ნაკლებად რეალისტურია და ამ მოსაზრებას ვეთანხმები. უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება, რომ არარეალური მიზანია, ისევე როგორც ნატოში უკრაინის გაწევრიანება, ამერიკის თავდაცვის მდივანმა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. პიტ ჰექსეტმა განმარტა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ევროპულმა და არაევროპულმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ. თუმცა თუ უკრაინაში სამშვიდობო ძალები განლაგდებიან, ეს ნატოს მისიის ფარგლებში არ უნდა მოხდეს. პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში სამხედრო კონტინგენტს არ გაგზავნის. ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პარალელურად ფრონტის ხაზზე ვითარება მძიმეა. რუსეთი უკრაინას მართვადი ავიაბომბებითა და დრონებით თავს ყოველდღიურად ესხმის.